31 წლის წინ 5 ოქტომბერს გაგრა დაეცა. გაგრის ტრაგიკულ მოვლენებს აფხაზეთიდან დევნილის საზოგადოება ყოველწლიურად იხსენებს. არც დღევანდელი დღე იყო გამონაკლისი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ ანზორ მარგიანმა, მთავრობის წევრებმა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა და გაგრელებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს გაგრის მოვლენები. ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა ლევან ჯანაშიამ 1992 წელს გაგრაში განვითარებული მოვლენების დროს დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. ჩემ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ტრაგიკული დღე არის. ეს დღე არის დაკავშირებული გაგრის ტრაგედიასთან. 5 ოქტომბერს ძალიან დიდი და განსაკუთრებულად ძვირფასი ნაწილი ჩვენი საზოგადოებისა აიღუპა ამ დღეს. ვაგრძელებთ იმ ტრადიციას, რომელიც უკავშირდება ილორის ეკლესიის მშენებლობას აქ და ჩვენ ტრადიციულად 5 ოქტომბერს გაგრელების და არა მხოლოდ გაგრელების სახელით ვიკრიბებით დღეს აქ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენ კვლავ გავაერთიანოთ ჩვენი საზოგადოება, ვიცხოვრობთ ერთად და გავაგრძელოთ ერთად ცხოვრების მატჩი ჩვენი ქვეყნის მშენებლობა და ჩვენი ქვეყნის განვითარება. 5 ოქტომბერი ერთ-ერთი შემაჯამებელი დღე არის იმისა, რომ გავიხსენოთ ჩვენ აფხაზეთში დაღუპული ქართველი, აფხაზი გმირების და მშვიდობიანი მოსახლეების სახელები. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ მძიმე დღეებს შეცვლის სასიხარულო დღეების აღნიშვნის წუთები და დღეები და ღმერთმა დალოცოს და მალე გაამთლიანოს სრულიად საქართველო.